მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო. ევროკავშირი უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში კაია კალასის მეთაურობით აგზავნის ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს წევრი სახელმწიფოების მიმართ პრაქტიკულად მათი საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულებით და მაშინ როდესაც თბილისი აკრიტიკებს ევროკავშირს ლანძღავს ხშირად გულისხმობ მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილს ან პრემიერ-მინისტრ ყობახიძეს ევროკავშირს კაია კალას მათ შორის კონკრეტულად და ასე შემდეგ ევრობიუროკრატიას ამ ევრობიუროკრატიამ გააგზავნა მნიშვნელოვანი დოკუმენტი წევრი სახელმწიფოების მიმართ, სადაც დახურული დოკუმენტია, მაგრამ ჩვენ ძალიან ცნობილი ჟურნალისტის რიკარდ ვოზნიაკის მეშვეობით, რომელსაც წლების განმავლობაში აქვს ცდომა სხვადასხვა იქ დოკუმენტზე, ინფორმაციაზე, რომელიც არაერთხელ თბილისშიც არის ნამყოფი და მეც მას პირადადაც ვიცნობ, ავრცელებს ინფორმაციას ეს ჟურნალისტი, რომ ამ დახურული დოკუმენტში თუ რა წერია და იქ არის ნახსენები საქართველოც. საქართველოს და თან რა კონტექსტში არის ნახსენები, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს საქართველოსდან საკუთარი, ესე იგი, საოკუპაციო ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. ოღონდ უბრალოდ გზავნილი კი არ არის გაკეთებული. უკრაინაში კონფლიქტის კონტექსტში, ანუ უკრაინაში ომის დასრულების ერთობლივი ერთიანი ხედვის ფარგლებში ევროკავშირი ითხოვს რუსეთისგან ამავდროულად რომ იყოს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მხარდაჭერილი, ანუ აღიარებული რუსეთის მიერ და ესე იგი პატივი როსცეს რუსეთმა ამ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მეზობელი ქვეყნების და ეს რომ ასევე იყოს მნიშვნელოვანი ნაწილი მოლაპარაკებების ფარგლების. სტატიაში ან მიმოხილვაში, რომელსაც ქვია უსაფრთხო და სტაბილური ევროპა, რასაც აგზავნის პოლიტიკის დოკუმენტი, რასაც ქვია ევროკავშირის უმაღლესი კომისარი წევრი ქვეყნებისადმი, ასევე მითითებულია, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ყალბი ინფორმაციის გავრცელების კამპანიები, ანუ ესეთი fake news-ების სპეციალური დისინფორმაცია, რასაც ქვია, ანუ ინფორმაციის გამოყენება მავნებლური მიზნებისთვის, შეცდომაში შეყვანის მიზნით საზოგადოების, საბოტაჟის, კიბერთავდასხმების, საერო სივრცის დარღვევის და არჩევნებში ჩარევის საკუთარი პრაქტიკა ევროპულ ტერიტორიაზე, რომელშიც ნაგულისხმებია საქართველოც, სომხეთიც, იქ არის ასევე მოლდოვაც, უკრაინა გასაგებია თავისთავად, ასევე პირდაპირ წერია, რომ უნდა შეიზღუდოს მოლაპარაკებების კონტექსტში რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში, ისევე როგორც რუსეთის ჯარი უნდა იყოს გაყვანილი უკრაინიდან, მოლდოვადან, საქართველოდან და სომხეთიდან. მათ შორის კონკრეტულად საუბარია რუსეთის მიერ აქ აფხაზეთში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, დნესტრის პირეთში, ასევე ბელარუსში და სომხეთში მათი ბაზებიდან. შესაბამისად, ამ კონტექსტშივე ზოგადად ნახსენებია, რომ რუსეთმა უნდა საერთაშორისო სამართლით აღებული ვალდებულებები შეასრულოს და ეს უნდა იყოს ევროკავშირის პოზიცია. ანუ ევროკავშირის პოზიცია ამ მოლაპარაკების ფარგლებში და ამ დღეების განმავლობაში კაია კალასმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა, რომ რეალურად რუსეთს ახლა მაგიდაზე მოლაპარაკებების გაცილებით მეტის მიღება შეუძლია, ვიდრე ბრძოლის ველზე. და აქედან გამომდინარე, თუ ამერიკის პოზიცია გარკვეულწილად კეთილი პოლიციელის პრიზმიდან გამომდინარეობს, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის პოზიცია ბოროტი პოლიციელის კონტექსტიდან გამომდინარეობს და კონკრეტულად გულისხმობს ასეთ ხედვას, რომ რუსეთს უნდა ესაუბრო ძალის დემონსტრაციით. აქ ნაგულისხმებია ის, რომ ევროკავშირმა დიდი ხანი აიღო უკვე საკუთარ თავზე 1 წელია, რაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ვალდებულებები საკუთარ თავზე და მთლიანად ევროკავშირი უზრუნველყოფს უკრაინის ეკონომიკურ საჭიროებებს. გინდ იარაღის შეწყვეტვისთვის ფულს იხდის, გინდ ეკონომიკურ მხარდაჭერასაც ახორციელებს უკრაინისთვის, იმიტომ რომ ქვეყანა იმყოფება წარმოუდგენლად რთულ ვითარებაში ომის გამო, აგრესიული, ოკუპაციური ომის გამო, რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, ქართულ საზოგადოებას ნანახი გვაქვს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. და აგერ ჩვენი ტრაგედია, ჩვენი ტკივილი, ჩვენი ოკუპაცია ბრიუსელს ახსოვს,
ბრიუსელის ბიუროკრატიას ახსოვს, მათ შორის ჩვენს ნაცვლადაც პირობას აყენებენ, რომ უკრაინის კონტექსტში უნდა იყოს აუცილებლად საქართველოს საკითხიც და აქედან მარტივი კითხვა ისმის. ვინ არის ჩვენი მოკავშირე? რანაირად გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ არასდროს კრიტიკულ განცხადებას არ აკეთებს, ზოგი იტყვის, რომ ეს ლოგიკურია, რომ არ გავაღიზიანოთ, მაშინ მეგობარს რატო ვაღიზიანებთ? ვლანძღავთ და ევროპულ ბიუროკრატიას ბჭყალებში ისეთი ტერმინებით მოიხსენიებენ, მათ შორის საბჭოთა კავშირს ადარებენ. რუსეთს უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენა და ევროპას, რომელიც ცდილობს ჩვენი მათ შორის ასე სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას, ვახსენდებით მათ შორის მაშინ, როდესაც თბილისიდან ასეთი პრაქტიკულად მიუღებელი დიპლომატიაში რიტორიკა ისმის ბრიუსელისადმი, მაინც ვახსენდებით, მაინც გვეხმარებიან, განსაკუთრებით კაია კალაზე არის საუბარი, რომელიც ბალტიისპირეთიდან არის. და ბოლო წლების განმავლობაში იცით, რომ აქტიურად მათ შორის პაპუაშვილი კონკრეტულად და სხვა წარმომადგენლებიც ქართული ოცნების სწორედ ბალტიისპირეთს ლანძღავენ განსაკუთრებით აქტიურად. ამ კონტექსტში ნათელია, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ნაბიჯით, რომ პრინციპულია და რჩება ერთგული საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო წესრიგის. მართალია, ეს გასაგებია, რომ რუსეთი ამას მარტივად ესე არ შეასრულებს, თუმცა რუსეთის მიერ ამის შესრულება უნდა იყოს რუსეთის სტრატეგიული მარცხის კომპონენტის ფარგლებში. ზოგი იტყვის, ეს რთულია ან წარმოუდგენელია, მე აქ თავაზობთ, რომ ნახოთ ორი ვიდეო, რომელიც ერთად ასევე ესეთი ვიდეო ჩავწერეთ და ხელმისაწვდომია ამ არხზე, როცა არხზე რამეს ვდებ, ვთვლი, რომ ერთად ვაკეთებთ, რადგანაც ვაკეთებთ და თან უყურებთ, ანუ ორმხრივი ინტერაქცია არის. იგულისხმება ერთი ვიდეო რუსეთში ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ, რომელიც კრიტიკულია ზოგადად და კიდევ უარესდება. ამავდროულად სამხედრო კომპონენტის ფარგლებში უნდა გითხრათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინამ წარმატებული კონტრიერიში დაიწყო რამდენიმე ძირითად ზაპოროჟიეს მიმართულებით და რეალურად ის რაც რუსეთი აი რამდენიმე თვე ბოლო სადაც ცოტა გაღრმავდა მათი პოზიციები რუსების, უკრაინელებმა სამ დღეში ეს ტერიტორიები უკან დაიბრუნეს. უკრაინელების კონტრშეტევები რჩება, რა თქმა უნდა, ძალიან ეფექტური ერთის გარდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო აი სამხრეთში განსაკუთრებით არეხების მიმართულებით. ამის ფარგლებში უნდა ითქვას, რომ რუსეთი ეკონომიკურად, მათ შორის რუსეთი ბრძოლის ველზე სტარლინკების გათიშვის შემდეგ პრაქტიკულად დასუსტებულია და სუსტდება. ამიტომ ევროკავშირის გათვლა მნიშვნელოვანია, რომ შესაძლოა მოვიდეს მომენტი, როდესაც რუსეთი საკმარისად სუსტი იქნება იმისთვის, რომ მას დაუყენოს სხვა ტიპის პირობები. აქ ასევე საუბარია ამ დოკუმენტში, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს ევროკავშირში, ან რუსეთმა უნდა გადაიხადოს ის ფული, რომელიც დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში და ევროკავშირმა შეიძლება რუსეთის 210 მილიარდი, რომელიც ახლა გაყინულია რუსული ფული ევროკავშირში, ცენტრალურ ბანკებში ობლიგაციების სახით ძირითადად, ეს ფული მიმართოს მაინც უკრაინის აღდგენას. და გარდა ამისა საუბარია კიდევ უკრაინაში ადამიანის უფლებების კონტექსტზე. მათ შორის კონკრეტულად აღნიშნულია ესე იგი პოლიტიკური პატიმრების საკითხი, მედიის თავისუფლება, უცხოური აგენტების შესახებ კანონი რუსეთში, ისტორიის ფალსიფიკაცია და ასე შემდეგ და მათ შორის სხვა მკვლელობები იქ რაც რუსეთში პოლიტიკური ლიდერების მოხდა. და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რჩება მეორე ძირითადი პუნქტი აი ამ დოკუმენტში, ეს არის უკრაინის გაწევრიანება. აქ ევროკავშირი ასევე ფიქრობს იმაზე, რომ იმის ნაცვლად, რომ დაუშვათ ქვეყანა ეტაპობრივად სანამ ყველაფერს დააკმაყოფილებს, ამ გზით წავიდნენ და შემდეგ მიიღონ უკრაინა, ამის ნაცვლად პრაქტიკულად დღის წესრიგში დგას, რომ ჯერ მიიღონ უკრაინა, ხოლო შემდეგ განახორციელონ უკრაინის ინტეგრაცია ევროკავშირში საბოლოო. ეს არის ძალიან ეფექტური მოდელი, რომელიც წლებია განიხილება და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ეფექტური, კარგი იქნებოდა ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის თუ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია ვიცით გაჩერებული აქვს ევროკავშირში ინტეგრაცია,
სულ მცირე გეტყვით, რომ სომხეთს ნამდვილად სურს მაგ ლოგიკით და თუ ეგ ლოგიკა ხელმისაწვდომი იქნება, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი ნამდვილად მაქეთკენ წავლენ და ბალტიისპირეთის უკაცრავად ბალკანეთის ქვეყნებიც ასევე ნამდვილად, იმიტომ რომ შეგვიძლია უკვე გაწევრიანდა ევროკავშირში და მერე ეტაპობრივად ინტეგრაცია შემდეგ განახორციელო. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ნათელს ხდის ზოგადად იმ სიტუაციას, რომელთანაც გვაქვს შეხება ახლა. ევროკავშირი ძლიერდება, ჩვენ თქვენთან ერთად ვისაუბრეთ მიუნხენის კონფერენციაზე ევროკავშირის მეთაურების მიერ გაკეთებულ რიგ მნიშვნელოვან განცხადებაზე, რომელიც კონკრეტულად მოიცავდა ევროკავშირის გაძლიერების და სტრუქტურული სუბიექტური ერთეულის ჩამოყალიბების დღის წესრიგს, ვთვლი რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო საკითხი და ამიტომ გთავაზობთ, რომ ეხლა ვუყუროთ მაგ ანალიზს, რომელიც ეხება სწორედ მიუნხენის კონფერენციის შედეგებს.